გამარჯობა მეგობრებო, დღეს განვიხილოთ მანქანის ვიდეო რეგისტრატორი. ყუთში გვხვდება 128 გიგაბაიტიანი ჩიპი. ეს კაბელი არის უკანა ხედვის კამერის, არის საკმაოდ გრძელი, რომ პრობლემა არ შეგვიქმნას მონტაჟის დროს. ესეც ჩვენი მთავარი კამერა, რომელსაც აქვს ორი ლინზა, ერთი იყურება შიდა სივრცეში, კაბინაში მანქანის, ხოლო მეორე წინ იღებს სიტუაციას. ორივე არის, რა თქმა უნდა, ფართოკუთხოვანი, წინა მთავარი ლინზა არის აპერტურა 1 და 8 და რა თქმა უნდა, ესეც ფართო კუთხით. 2K. ასევე ჩინელებს არ დაავიწყეთ პატარა ტესტერის გამოგზავნა, რომელიც დაგვჭირდება ვიდეო რეგისტრატორის მონტაჟის დროს, თუ სად რომელი ტიპის დენი მოდის. ესეც უკანა ხედვის კამერა, რომელიც არის Full HD გაფართოების და დამაგრდება უკანა საქარე მინაზე. აქ გვხვდება ასევე მთავარი დენის წყარო ჩვენი ვიდეო რეგისტრატორისთვის Type-C დაბოლოებით, რომელიც შეერთება ჩვენს კამერასთან. წითელ კაბელს ვაერთებთ იმ პორტში, რომელშიც დენი მოდის მხოლოდ მაშინ, როცა მანქანა დაგოქილია, ხოლო ყვითელს ვაერთებთ იქ, სადაც დენი მოდის, მაშინაც კი, როცა მანქანა ჩამქრალია. ასევე ეს შავი კაბელი არის სტანდარტულად დამიწება. ამ კაბელების დაბოლოებებთან ასევე გვაქვს შიდა მცველები, ამათ რო გავხსნით არის შიგნით ჩვეულებრივი მცველები, რომელიც უსაფრთხოებისთვის არის საჭირო. და ასევე მოყვა სხვადასხვა აქსესუარები ჩვენი მანქანის ვიდეო რეგისტრატორისთვის. ახლა მცველებთან ვიპოვოთ სარიელი სლოტები და ვნახოთ დენი რომელში მოდის და რომელში არა. მანქანა არის ჩამქრალი და მარჯვენა სლოტში, რომელიც უკვე გავტესტეთ, იქ დენი არ მოდიოდა, ხოლო აქეთ მოდის. შესაბამისად, მარტივია შევაერთებთ მარცხენა მხარეს ყვითელს, რადგან ჩამქრალზეც დენი მოდის, ხოლო მარჯვენა მხარეს მხოლოდ დაქოქვის დროს მოგვეწოდება დენი. ხოლო დამიწება შეგვიძლია ყველგან ნებისმიერ ადგილას დავაერთოთ. მანქანის შიგნით კაბელების გაყვანის ვიდეო აღარ გადამიღია, რადგან ეს თქვენზეა დამოკიდებული, როგორც მოგეხერხებათ, ისე გაიყვანთ. დასრულებული კი ასე გამოიყურება. ჩვენს ვიდეო კამერას მოყვება ასევე აპლიკაცია, რომლითაც შეგვიძლია ჩიპის ამოუღებლად გადმოვიწეროთ ყველა ვიდეო ტელეფონში. ეს არის წინა კამერით გადაღებული ვიდეო, არის 2K გაფართოების და ნომრებით საკმაოდ კარგად აღიქმება ვიდეოში. ეს უკანა კამერაა და აქაც საკმაოდ კარგი ხარისხის ვიდეო გამოსახულება. ეს კი შიდა კამერა ინტერიერის გადასაღებად. კამერას აქვს პარკინგის 24 საათიანი მონიტორინგი, ესე იგი, როდესაც ჩვენ მანქანას გავთიშავთ, ის მაინც იწერს უბრალოდ აჩქარებული ვიდეოებს და 24 საათის განმავლობაში გვაქვს ვიდეო ჩანაწერი აჩქარებულად, იმიტომ იწერს, რომ სტანდარტული ვიდეოს ხარისხით, როდესაც მანქანა დაქოქილია და მოძრაობთ, მაშინ იწერს მაქსიმუმ 3 კამერის ჩანაწერი 128 გიგაბაიტზე გვაქვს საშუალოდ 6-8 საათი. ხოლო პარკინგის დროს იწერს აჩქარებულად, რომ ნაკლები მეხსიერება დაიხარჯოს ჩვენი ჩიპიდან. ახლა რაც შეეხება ფასს, ეს გამოვიწერეთ დაობაოდან და ფასმა შეადგინა $50 ადგილზე, პლუს ჩამოტანა 10-15 ლარი. დღეს სულ ეს იყო, მომავალ შეხვედრამდე, ნახვამდის.